ვარიანელების პროტესტი ადგილობრივების სოფლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას დაჩქარებული ტემპით ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ. მათ დღეს ადგილობრივ გამგეობასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და მათი პრობლემები დაინტერესება ხელისუფლებას თხოვეს. ნიკა გაბლიშვილი და ზეკო გიორგაშვილი დეტალებით. 7 და 25-ისა იყო დამწვარი და 10 და 50 გადამახდეინეს. მე ისეთი გაჭირებული მდგომარეობა მაქვს შემოკარგო, რომ ამის გადახდის საშუალებაც არ მაქვს, ძლივაც ვიხდით. სოფელ ვარიანში მცხოვრები თამარ ბუზალაძე ამბობს, რომ იანვრის თვეში ელექტროენერგია სულ 7 ლარის და 25 თეთრის მოიხმარა, თუმცა საბოლოოდ მაინც 10 ლარის და 50 თეთრის გადახდა მოუწია. ბუზალაძე ირწმუნება, რომ დავალიანების დაფარვა ყოველთვიურად უსამართლოდ უხდება, რაც მისი ოჯახის მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ართულებს. ძალიან დიდი რაოდენობით ვიხდით თანხას. არ არის იმდენი დამწვარი, 3 ლარისას ვუწევთ, 10 ლარისას გვახდეინებენ. სადენებია გაფუჭებული თუ რა შეასაქმე ვერ ვიგებთ და მუდმივ უნდა იყოს. იმ დავალიანებას ვეღარ ვიხდით. გვიჭირს. თამარ ბუზალაძე ელექტროენერგიის საფასურის დავალიანების გადახდა სოფელში მოძველებულ სადენებს და ინდივიდუალურ გამრიცხველიანების არქონას უკავშირებს. ბუზალაძე ვარიანში ელექტროსისტემის მოწესრიგებას ითხოვს და ამბობს, რომ პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს, რადგან ხალხს დამატებითი თანხების გადახდის საშუალება აღარ აქვთ. მოგვითხოვთ, რომ ის გააკეთონ გამრიცხველიანება. ზოგი ხარჯავს იმდეს. კი, ხარჯავენ ზოგი ოჯახები არიან. ჩვენ ვარ ავხარჯავთ და მაინც ამდენს გვახდეინებენ. რატო უნდა გადაგვახდენონ ამდენი? დაწერო ჩემს ოჩიკმა და რაც იქნება მე გადავიხდი. მოძველებული ელექტროგაყვანილობის შეცვლას და სოფლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითხოვდნენ დღეს ვარიანში გამართულ აქციაზე. მოსახლეობის თქმით, მათ დენი დაბალი ძაბვით მიეწოდებათ, რის გამოც ადგილობრივებს ელექტროტექნიკა ხშირად ეწვევათ. ამ მიზეზით აქაურებს ყოველთვე დენის საფასურის გადახდაც მაღალი ტარიფით უწევთ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უბრალო ამინდიც თუ არა, უბრალო ქარი რო არის რაღაცა, სულ ყველაფერი იწვის აქ. არ შეიძლება პატარა პრაუდი მიჯახება რაღაცა და სულ ხდება. ჩვენთან ვარიანში და ზოგადად სულ ყველა სოფელში. მე კიდევ დაბალი დენი არის. თანხა მოდის იმდენი, რომ თუ უნდა გასწორდეთ 13-ზე, სწორდება 30-ზე. და აქედან გამომდინარე ხალხი აღელვებულად თქვენ თუნდაც ახედავთ რა ამბავი არის. აგე სტოლბაზე უთხარი შეცვალეთ მეთქი, ბავშვები დადიან სკოლაში. ერთხელ და გამოცვალეთ მეთქი. რო წაიქცეს ვინ იქნება პასუხებელიო და რო წაიქცევა მერე გამოვცვლითო. ვარიანის მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად დავითიძე დაესწრო. იგი იმედოვნებს, რომ მოსახლეობას პრობლემა უახლოეს მომავალში მოუგვარდება. შეთანხმება დღეს ნამდვილად ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ წარმომადგენელი არ ყოფილა აქ და გადავწყვიტეთ, რომ სამშაბათს მოვლენ ენერგოპრო-ჯორჯიადან წარმომადგენლები და გვექნება უკვე კონკრეტული პასუხები. ენერგოპრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ სოფელ ვარიანში გამრიცხველიანება, ამორტიზებული ელექტრობოძების და მოძველებული სადენების შეცვლის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. როდესაც სოფელ ვარიანში ჩვენ გამრიცხველიანებას მოვახდენთ მიდიათ ზაფხულის თვეებში, ასევე ჩვენ შევცვლით ყველა იმ აქტივილ ხის საყრდენბოძებს, რომელიც მოდის სიახმარებისთვის, ესეთი გვაქვს დაახლოებით 100 მეტი საყრდენი. ვარიანელები პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ.